საჯარო მოხელეებს მუშაობს ეს სამინისტროში, რომელიც არის ძალიან დიდი რომ ისინი აკმაყოფილებენ კრიტერიუმს, რასაც ქვია პირველი არ მიუღია წინაწლებში ადამიანების გაუბედურებაში მონაწილეობა და მეორე ბამბოლო დღეებში არჩევნების შემდგომ პერიოდში არ არის სახელმწიფოებრივი საბოტაჟი და ისინი არ შეიძლება პოსტებს შეინარჩუნონ. ვაწელი მიხალე ამ სტრუქტურის თავარი, რასაც მე ვაკეთებ, თავარი პოლიტიკა, რასაც მე ვაკეთებ. პალატა, პოლიტიკის პალატა არ იყო ჩართული პოლიტიკაში, ეს ძალიან ძნელი დასაკეთებელი ის ძალიან დიდი ძალა აქვს და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეწოლის საკითხი გამოიყენება. თქო ეს არის. ყველაფერი განაჩენია რამდენად შესრულებადი არის საპენსიო პენსიის საშემოსავლო მინიმუმთან გადანახვა. შესრულებადია იმ ბიუჯეტის პირობებშიც რაც წელს იყო, მხოლოდ უნდა შეიცვალოს ბიუჯეტის პრიორიტეტები. მიზეზ რატომ დათანხმდით ამ დავით კიდევ ერთხელ ვცდი რომ დამოვადგენ ჩემს ყველაფერს. შეიძლება მიდგომა ეწევა პატიმართა სოციალიზაციაზე ორიენტირებული სისტემა, რომლის მიზანი იქნება ადამიანის ღირსეული დაბრუნება საზოგადოებაში და მის საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნებაზე. ამისთვის საჭირო იქნება ბუნებრივია მეტი გამჭვირვალობა, მეტი გახსნილობა. უახლოეს დღეებში გეგმას ჩამოვწერთ უფრო კონკრეტულად. ამისა გადავხედავთ კიდევ გუნდს დავისწავლოთ, რომ ეს არის ურთიერთობა ადამიანებთან, იქ ძალიან კარგი საქმე უკეთებია და მათ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ახალგაზრდულ ენერგიას და აი ჩემთან ჭარალა ხალხის გამოცდილების სინთეზი იქნება ჩვენი მნიშვნელობა. კავშირები შეუძლიათ აფხაზების ოსების დაინტერესებას ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, როგორც კონფლიქტის მხარეები და გავითვალოს მათ ინტერესები, რათა ისინი მიხვდნენ, რომ საქართველოს არ ფიქრობს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ აღდგენაზე, არამედ გარდა ამისა ფიქრობს მათი ინტერესების, მათი მომავლის, მათი იდენტობის, მათი ღირსების შენარჩუნებაზე.